არ ვიცოდი რომ გურჯაანში ნატოს სახლ-მუზეუმის მოწყობაში მსახიობის შვილებთან ელდარ და გიორგი შენგელაიებთან ერთად სერგო ფარაჯანოვმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა მეგზურმა ნატალია ჯუღელმა მომიყვა ეს ისტორიები. ნატო ვაჩნაძის შვილთა შვილმა, რომელიც დიდი ბებიის კვალს გაყვა და მსახიობი გახდა. ესე იგი, ეს სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1991 წელს, ხო. თოვლიან გურჯაანში ნატოს სახლ-მუზეუმის დათვალიერება ნატალიასთან ერთად ცოტა არ იყოს ზღაპრულ რიტუალს გავდა. თუმცა ნატო ვაჩნაძეც ხომ ითვლებოდა ზღაპრიდან მოვლენილ ვარსკვლავად, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა ქართულ კინოში და ასევე მოულოდნელად გაქრა. ფარაჯანოვმა მიიღო მონაწილეობა ექსპოზიციაში. კი, ფარაჯანოვის შემოწირულიც არის რაღაც ნივთები და მე მგონია რომ განსაკუთრებით ამ შენობის ექსპოზიციასაც ეტყობა მისი ხელი, იმიტომ რომ რაც სტილისტურად რა თქმა უნდა დაეხმარებოდა. ხო. ანუ ფარაჯანოვს უყვარდა ნატო. ფარაჯანოვს ხო უყვარდა ნატო და სკოლაშიც გააკეთა ქართული კინოს რეტროსპექტივა რო გაიხსნა პომპიდუს ცენტრში პარიზში, იქ ვიყავი მე, წიგნის ყდაც და აფიშაც იყო ფარაჯანოვის ეს ვარდით ხო, იქა ნატო ვარდით და მე ვთვლი რომ ძალიან კარგი იყო და ძალიან მართლა სიმბოლო იყო ქართული კინოსი. ნატო არის სიმბოლო ქართული კინოსი. აუ პატ. აი, ნახოთ. მაგრამ ხო ფარაჯანოვს ბევრი ის აქვს კოლაჟი ნატოსი არაერთი და რა ქუდების სერიაც რა საინტერესოა რატო რა მოწონდა და მე არ წამიკითხავს არაფერი რას ამბობდა ნატოს შესახებ ხო არა მე სამწუხაროდ ვერ მოვესწარი და ჩემი დიდი სინანულია იმიტომ რომ რაღაცა ისე ვიზრდებოდით რომ ფარაჯანოვი ლამის მეგონა ოჯახის წევრი ჩვენი ან რაღაცა ძალიან შემოსული იყო ჩვენ ოჯახში მისი შენ ბევრი ნოს ვერ მოესწარი ხო სამწუხაროდ გააცოცხლე ხო არა ამათ არც ერთი შვილი არ მოესწრო ნატოს და კოლკოლას ხო შვილებიც რამდენი 20 წლის იყო ხო ელდარი იყო 20 ხო 20 და გიორგი უმცროსი 16-ის გიორგი ხო სულ პატარა ხო მამა ყავდა ხო მამა არ ყავდა 9 წლიდან ელდარს და 20 წლიდან უკვე ნატოს გარდაიცვალა. მაშინ ეს დაობლებული ძმები ელდარი უკვე მოსკოვში სწავლობდა მეგონი, ხო? ხო. ანუ თავის თავს უვლიდნენ უკვე. კი, მაშინ უვლიდნენ, იმიტომ რომ შედარებით დიდი იყო ელდარი, მაგრამ მანამდე არის ძალიან საყვარელი ბარათი, შემწეობის ბარათი ჰქონდათ გიორგის და ელდარს, როგორც დაობლებულებს, როცა კოლა გარდაიცვალა. ხო. იმიტომ რომ მამა აღარ იყო რა ოჯახში მობილი. ეს ძალიან კარგი საინტერესო პერიოდია ნატო ქმრის გარეშე. ორი ბავშვით. ხო, ორი არა, სამი ბავშვით. სამით, ხო. სამი ბავშვით და უფროსით და ვიტყოდი რომ ლამის 4-ით, იმიტომ რომ ამ დროს ნუ ეგ მანამდე პერიოდია ჯერ კიდე კოლა არის, მაგრამ ეს კირას შვილი ბორაც ხო, მათთან იყო ძალიან დიდი ხანი და აქ ხშირად დადიოდნენ. ბევრს გონია გზაში ლაპარაკობდით ამას რომ ნატო აქ დაიბადა. არა, ხო, აი. არა, ალბათ დამთვალიერებლებსაც შეიძლება ბევრს გონია. კი, არა, ნატო დაიბადა პოლონეთში და აი ზუსტად ეს ოთახი არის რაღაცა ცოტა феодаლური წარსულის ვიტყოდი და მართლა ცოტა სასაცილოც მეჩვენება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად რო გაყვე ამ ოჯახს, იმიტომ ისედაც ბევრი ვგონი ვარ თქვა ხელოვნებაში ხსუ არ ლაპარაკი ამ ხელა ოჯახია, მაგრამ აქეთ არის ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი არის დარო ჭავჭავაძე, აქეთ ნიკოლოზ ბარათაშვილი არის ოჯახის ხელში და ანუ ეს აი რაღაცა არანორმალურ სახეს იღებს, მე კიდე ძლებზე და ვიღაცებზე რო გადახვიდე უკვე ელდარის დროს რა სახეს და დაიბადა პოლონეთში, იმიტომ რომ დედა ყავდა პოლონელი და თვითონ აი ამ ოთახში ეგ ექსპოზიცია ეს ბიზანტიური წარსული ანდრონიკაშვილების გვარის და ასე შემდეგ და ეს რომ ჯარში რომ მსახურობდა ნატოს მამა და ასე შემდეგ უფრო ისტორიული ის არის ოთახი. და აქედან იწყება უკვე ნატოს ხო, ნატოს ბავშვობა, ნატოს მშობლები და ხო, ბებია და ბაბუა და ჩემთვის აი ბოლო წლებია მოცული ვარ იმით, აი მართლა ვის უფრო ტრაგიკული ბედი ქონდა ამ დებიდან, თამარას, ნატოს თუ კირას, იმიტომ რაღაც არანორმალურად ტრაგიკული ცხოვრება ქონდა სამივე დას და სულ მაგაზე ვფიქრობ და ვადარებ ხოლმე საშინელი ბოლოთი, იმიტომ რომ ის მარტო იყო ვერჩ დაბრუნდა უკან რა სამკურნალო წასული თამარა და ფაქტობრივად გაწყვეტილი ქონდათ კავშირი უფროს დასთან. ხო. ნატოს ეს რაღაცა
ტვირთად ეს წარმატება რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ყველა ელოდა ნატოსგან დახმარებას და ყველას ეხმარებოდა და პატროობდა ყველას და თან გარშემო ყველა ან გადასახლებაში მოხვდა, ან დაეღუპა. და ნუ კირას თვითონ გადასახლებული იყო და ქმარი დაუხრიტეს და კირას შვილს მერე ნატო და ეკატერინა უვლიდნენ და ძალიან ისეთი სამეული. ისე ეს ანდრონიკას შვილობა და ის რომ რაღაც თავადაზნაურობიდან მოვიდა რაღაცა ეს პრობლემებს არ უქმნიდა ნეტა. კი, არის მაგას ლაპარაკი, რომ აი ნატო ხო პოპულარული გახდა 23 წელს, ძალიან პოპულარული გახდა სამი სიცოცხლის მერე და ზუსტად მაგის მერე დაიწყო დევნა თავადაზნაურობის და იყო ლაპარაკი, რომ მოიხსნათ, მაგრამ იმდენად სულ ვამბობ, რომ ალბათ კინოს ძალამ და ეს კინოს ჯადოსნურობა, რაც არის მხლა გავლენას ახდენს ადამიანზე, ეს რაც ხელიდან გაეპარათ, მე მგონი ნატოს პოპულარობა, იმიტომ რომ ჩვენთან ის სტუდიური სისტემა ვარსკვლავების არ არსებობდა, არც არსებობდა, არც უნდათ რომ ეარსებათ და ეს კულტი ნატოსი უბრალოდ სუფთად იმიტომ გაძვრა, რომ იყო კინოს, მარტო კინოს აქვს ეს ძალა. ფაქტობრივად შენ დაიწყე, ხო კომპლიმენტს კი არ გეუბნებო, შენ გააცოცხლე. ეს მუზეუმი? ხო, არ ვიცი, რაღაცა. და ნუ რა ვიცი, პრემია მოიგონე. ხო, არა, ძალიან მინდა რომ უფრო მეტად გავაცოცხლო, იმიტომ რომ რომ მუშაობდეს კინოთეატრი, იგივე თქვენს და სხვებსაც ვთხოვდი, რომ რაღაც ისინი იყოს, კინოპროგრამა იყოს და უფრო მეორე სახლში. მოდი გადავიდეთ მეორე სახლშიც, ხო? ანუ ისე არის გაკეთებული, რომ აქ უკვე ნატო როგორც კინომსახიობი და აქ არის პირველი ანდრონიკაშვილების მამული და იქით. მე მგონია რომ მაგ შენობას ეხლასაც შევალთ, აი პოტენციალიც აქვს, თქვენ ნანახი გექნებათ ეს რომ პატარა კინომუზეუმები და სინემატეკები რო არის, რომ იმად გადაკეთდეს და მიებას რაღაცა სხვა რაც სხვა კინოს, ანუ სხვა კინო ავტორებსაც მოიცავს და არა ვთქვათ მაგრამ ანუ როგორ გინდა შენ გინდა რომ უფრო ცოცხალი გახდეს, ხო? რა თქმა უნდა. როგორც ეხლა თანამედროვე მუზეუმში. მეც ესე მგონია რომ მუზეუმს ის რაღაცა ძველი ცნება, რომ მუზეუმში რა ძველი სანახავად მივდივართ, ანუ მუზეუმი ნაწილი უნდა იყოს დღევანდელი ცხოვრების და ამიტომ ძალიან გული მწყდება ამ კინოთეატრზე, იმიტომ რომ მუშაობდეს ახლა ჩვენ გვინდოდა ვთქვათ ფონდით. ნატალია ნატოვაჩნაძის იმ ცნობილ წერილს იხსენებს, რომელიც ქართული კინოს ვარსკვლავმა შვილს ელდარ შენგელაიას მიწერა. მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერი, როცა სხვის დახმარებას და სიკეთის გაცემას შეძლებო. ნატოვაჩნაძის ფონდი, რომლის იდეის ავტორი ელდარ შენგელაიას ქალიშვილი, ნატალიას დედა, კაცია შენგელაია, ამ წერილის გაცოცხლების ცდაა, სხვაზე ზრუნვის, მოუვლის და ამაგის გაწევის ხაზი. ის, რაც თავარია, სხვათა შორის, ხმოვან კინოში ნათამაშები ნატოვაჩნაძის როლებში მის განუმეორებელ ხმასა და დასამახსოვრებელ აქცენტში ვლინდება. არსებითად, ამ ხაზის გაგრძელებაა პრემია ელისოც, რომლის იდეა ნატალია ჯუღელს ლონდონში ცხოვრების დროს დაებადა. წელს უკვე 6 ნომინაცია აქვს ელისოს, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო მხატვრული გაფორმება. ნატოს 120 წლის იუბილე მოდიოდა და მოგეხსენებათ როგორ უყვართ იუბილეები ამ ქალაქში, ქვეყანაში და რაღაცა ის გამიშთა რომ აი რა შეიძლება გაკეთდეს საერთოდ და ამაზე თან აი დისტანცია რომ მქონდა სხვა ქვეყანაში რო ვარ უფრო მეტად ფიქრობ ამაზე რის შესაძლებლობა აქვს მანამდე არც ვიზოდი არც სურვილი არ მქონდა საერთოდ ოდნავაც ამისი და არც იდეა და აი სრულიად შემთხვევით დაიბადა და ელდარს ამაზე ველაპარაკებოდი რომ აი რას დაარქმევდი პრემიას რომ კინოდაჯილდოება არ გვაქვს და მე რა ხიცი არქივებში რო აღმოაჩენ რომ რამდენი ხანია თურმე ამაზე ლაპარაკი აქაურობაზეც კინოდაჯილდოებაზეც ნატოზეც მე რა დავარქვათ ხო ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ნატოვაჩნაძის ეს რაც გასაგნება კიდე ერთხელ. იმიტომ რომ მაგის არ მინდოდა, თავისთავად არ მინდოდა, მაგიტომ არ მომწონდა რომ ნატო ერქვას პრემიას და ელდარს ვეკითხებოდი რა დავარქვა და ეს ელისო რომ მოვიფიქრა, მახსოვს რომ გაწირხდა ისე გაუხარდა რომ ნამდვილადო ეს არის აი ყველას გამაერთიანებელი ფილმიო და მართლა კინოთეატრიც იყო იცი ელისო. ხო, და ნატოვაჩნაძე. ბევრი რამე იყო, ხო. ხო. ხო და მე მაგაზეც იყო რაღაცა ისინი კომენტარები რომ ნატოვაჩნაძის რატო არ ქვია, ფონდს რატო ქვია, ელისო რატო ქვია და ისეც საინტერესო იყო რომ არქივში წავედი და მოვისმინე ძველი საბჭოთა ხალხი რას ლაპარაკობდა და იძახნა რომ ქართული კინოს აი პირველი ცნებაო ჩვენთვის გაჩნდა როცა ვნახეთ ელისო და ნატოვაჩნაძე აი უცნაურად ამ ორ სახელს თან ელისო ნიკოლო შენგელაიას თანაც დააკავშირა იყო ხო იმიტომ რომ ნატომ რაღაც ეგრე იცხოვრა რომ სულ ვიღაცას რაღაცას უძღვნიდა უკეთებდა და ძალიან ლოგიკური იყო ჩვენთვის რომ ახორციელებს ამ ყველაფერს ნატოვაჩნაძის ფონდი მაგრამ სხვადასხვა საქმე კეთდება რა არ ფიქრობ რომ ეს რაღაცა მისტიკური ამბავი არის, ასე ვთქვათ, მისი დაბადება, მისი გარდაცვალება იგივე დღეს, ხო და ნუ ახლა ასეთი სიკვდილიც
ну მაშინ ეს უცხო იყო რაღაცა ხო არ ვიცი რა სიტყვა თქვა ეგზოტიკურიც კი შეიძლება ხო ხალხისთვის ამიტომ ეს ვარსკვლავი და ვარსკვლავი ჩაქრა ხო ხო გახსოვს რეები წერებოდა ის მაგ რაღაცა სხვა ასოციაციები მაგ ახლა იმიტომ რომ ის ჭორი მაგალითად მოგონილი რომ თითქოს ბერიასხელი ურევია ამ თვითმფრინავში არის სრული ტყვილი იმიტომ რომ ჟურნალისტები როცა წერენ ხოლმე სულ მინდა რომ აი თარიღებში მაინც ჩაიხედა იმიტომ რომ ბერი აღარ არის ამ დროს და სადღაც არის გაქცეული შანსი არ არის რომ ეს მომხდარიყო და თან მე ვკითხე იმ დროს ვინც იყვნენ ცოცხლები იმ ხალხს და კიდევ უფრო უარესი ამბავი იყო იმიტომ რომ გაქრა ეს მონუმენტური ქალი უცებ და რეალურად ცხეულიც არ ქონდათ მისი ხო ის სარიელი კუბოა რაც მოაქვს რა საშინელი კადრებია მან ეგონათ რომ ხო არ გაგიჟდა და ხო არ დამალეს რაღაც სხვადასხვა კონსპირაცია იყო და ეს გრძელდებოდა დღეები აცხადებდნენ ვინ გარდაიცვალა ან ვინ დაიღუპა ამ თვითმფრინავში და რაღაც საშინელება ჯერ კიდე სტუდენტი ვიყავი როცა გავრცელდა ხმა რომ ელდარმა რომ გაიგორო ციმბირში ცხოვრობს ნატო და წავიდა დედა ეს უყვართ არა ამ ოჯახს ეს საერთოდ რამდენი ლეგენდა და მითიც არის იმიტომ მე ეს ელდარზეც გრძელდება ხო ამის დღემდე გრძელდება რომელს ვებძანო ხოლმე არ ვიცი რომ ამას კითხულობ ამ ლეგენდებს Facebook-ში არა ხო და ხალხი იჯერებს და ეს ელდარია აბა რომელი? აი ეს არის გიორგი. რო გიორგი იყო რაღაცა პატარა და ფავორიტი, რაღაცნაირად სხვანაირად უყვარდა თუ ელდარი ციცახის სულ და ესენი არიან უკვე ხო მამის გარეშე აქ რა. თენგიზი და თენგიზის მამაც გადასახლებაში იყო და იქ დაიღუპა გიორგი ელდარი და ნატო. მარტო ელდარი აქ თანგავს მამას. ძალიან გავს ნიკოლას შენგელას ზოგადად. მე ახლა წელს მივხვდი რამდენად სახეზე გვანან ერთმანეთს, იმიტომ რომ გიორგის სურათები არის, აი ასლი არის ნატოში რაღაც სურათებში. ხო. აა ჩემთვის საინტერესო ფოტო არის ეს. ერთ-ერთი პირველი ქალი საბჭოთა რეჟისორი ესთერ შუბი. და ნატო და რაღაცნაირად ელდარიც კი ამ ამბავს ესე ყვებოდა რომ აი ნატოს გაუჭირდა როლები აღარ მისცეს და მოუწია ესთერ შუბთან მუშაობა და აი არქივს რო გავეცანი ეს იუტკევიჩი და პუდოვკინი ლაპარაკობენ ნატოზე და იძახიან რომ 3 წელი მონტაჟზე მუშაობდა და თან ეს ფილმი იყო რომელიც ერთად გააკეთეს პირველი ფილმი სადაც ცოცხლად ჩაწერეს ხმა და ამ აპარატთან მუშაობდა ნატო და ეს იუტკევიჩი თუ არ ვცდები იძახის რომ საერთოდ დარწმუნებული იყო რომ ფილმებსაც გადაიღებდა იმდენად აი კინო ფორმირებაში მონაწილეობას იღებდა ნატო და მე ელდარს საყვედურებდი რომ ამას ასე რატო არ ყვებოდ თქო იმიტომ რომ ცოტა ქალია იმ დროს ის ვინც ჩართულია მთლიან ამ პროცესში ამ კინო ფორმირებაში რა ხო და ძალიან კარგი რაღაც ფოტოები ეს ძალიან პოპულარული ფოტოა კალისტრატენცაძესთან ერთად და აქ კალისტრატენცაძე და იქ უკვე სტალინის ნაჩუქარი ეს საკუთარი პორტრეტი გამოუგზავნა არც გამოუგზავნია ეს იყო დეკადა სადაც იყვნენ მსახიობები ხო არა მე მგონი 27 წელს იყო საქართველოს ქართული კულტურის დეკადა ხო აი შეიძლება აწერია კიდევაც წელი ზუსტად არ მახსოვს მე რომელი წელია მაგრამ ეს არის 36 ხო 36 დეკადა არის სადაც ეს მსახიობები ყველა მიართვეს ასე ვთქვათ სტალინს ვინც კი ცნობილი იყო და იქ უთხრა რომ შენ ნატა რატო ქვია ქართველი ხარ და ნატო უნდა გერქვასო და იმ დღიდან რაღაც დაიწყეს ამ აფიშების და მოაწერა ხელი ქართულად დაუწერა ანუ ეს სურათი მისცა რომ ავტოგრაფი მინდა თქვენი მე რასაც ვაკვირდები ახლა აქ არის ეგ პერიოდი და გამოტოვებული მაგ პერიოდის მერე ნატო ფაქტიურად გაღიმებული ახარ არის სურათებში ანუ აი მოშლილია მთლიანად და ნუ ეს ნარინჯისველის გადაღებები რომელიც ფაქტურად შეკვეთა არის იმიტომ რომ მან ხო მარტო ნატო და კოლა არ არიან რაღაც ყველა ცნობილი მსახიობი ხორავა და ანჯაფარიძე და გელოვანი და ვინ არ თამაშობს და მოგახერებ ვარიწერან არ მინდა შეგიდა ხავ ვარდიფერად არ მინდა სულ ფიქრობ ხოლმე მაგაზე რა იმიტომ რომ ელდარიც ხო იძახდა რომ ალბათ ამიტომ გადაიღეს და იმიტომ გადაიღეს და მე რომ დავფიქრე თვითონ რომ მიყვარს მე ციფრებთან მუშაობა მაგ დროს რა ხდება რომ კირა ანდრონიკაშვილს ქმარი დაუხრიტეს და გადაასახლეს თვითონ და მატარებლიდან ჩამოხსნეს მათი მცირეწლოვანი შვილი და ნატო ეუბნება ელდარს გიორგის და თენგიზს რომ ესა თქვენი ძმა და წლების განმავლობაში არ ვიცოდითო ვინ არისო იმდენად შიში იყო რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო და ანდრონიკაშვილის გვარი მისცეს ამ ბორა პილნაკს პარალელურად ნატოს პირველი ქმარი მერაბ ვაჩნაძე არის გადასახლებული ასევე და იქ დაიღუპა ნატოს უფროსი და ისაც კონტაქტზე ვერ გამოდის იმიტომ რომ აკრძალული აქვს ამათთან მიმოწერა არის სადღაც უცხოეთში კოლას ძმა ასევე არის უცხოეთში იმიტომ რომ თეთრგვარდიელი იყო და ვეღარ ბრუნდება ანუ სრულად ჩამოშლილია ყველაფერი და იქვე ავიწყდებათ ხოლმე რომ ნატო 27 წელს არის ორსულად გიორგიზე და მანამდე დაიღუპათ შვილი კოლას და ნატოს
ელდარის გიორგი მდე, ხო? და ამიტომ მგონია რომ ესა იმდენად ესეთი ფუნდამენტურად ჩამოშლილი მომენტია, რაღაც ფრივ ირჩევს კიდევაც იმას, რომ უპატრონოს ამდენ ხალხს გარშემო 4 ბავშვი, უფროსი დედა და ამის მერე იწყება რა, რომ კირას აბრუნებენ გადასახლებიდან, მაგრამ კოლა კვდება, მერე დედა კვდება და მერე ნატოს 59 წლის კვდება და კირას 52-ის. ანუ აი რაღაცა ძალიან ფატალური პერიოდია და თან ეგ თაობა რო იწყებს უკვე ლაპარაკს ამ მათზე უკვე წასულებზე ასე ვთქვათ რა აღარავინ არის მათი წრიდან დარჩენილი ან თუ დაკვირვები ხართ მაგას რა აი ნატოს ნამდვილი მეგობრები არასდროს არ საუბრობენ მასე იმიტომ რომ ეს რო დავიწყეთ ლაპარაკი ღიად გარჩევა ამა თუ იმ თემის არავინ აღარ იყო რეალურად ის ვინც მათთან მეგობრობდა ან იყვნენ თქვათ ის პასუხისგებლობა რაც ელდარს და გიორგის და თენგის ჰქონდათ რომ მათზე ლაპარაკად პატარა ბიჭები იყვნენ როცა მშობლები დაკარგეს ან ხო აქ თითქოს გაღიმებულია მაგრამ აი ეს რა გიმილია ამაზე წერს კიდევაც აი ესთერ შუბს წერს რომ იმდენი პრობლემა აქ ამ წელს რომ დედა აღარ მყავსო ქმარი აღარ მყავსო ეს ბავშვებიო გარშემო და არ ვიცი ამ იუბილესო რატომ იხსნიან და იქნებ რომელიღაცა კადრიო მაშოვნინოთო და ძალიან ცუდად ვარ რომ გიორგის გულის პრობლემები აქო და ბიჭიო თენგიზი უნივერსიტეტს ამთავრებსო რა და საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და აქაც რაც გაურკვევლობები მოხდა ამ თაობებს შორის ის არის ზუსტად ამ დროს სხვათა შორის რაც ჩვენთან კინოს ხალხში უმეორდება ეს რაღაც თაობის კონფლიქტები და სხვა რაღაცები და აი ამ დროს ხდება ეს რომ ნატო ნაკლებად პოპულარულია და თან მაინც არის მისი გავლენა და ერთი ამბავი ძალიან საინტერესოა ხო აი სულ სევდანარევი სახე აქვს მაგ პერიოდში, ხო? ეს ოპერაში გაიმართა, ხო? კი, ოპერაში და სხვა მე უყურე ამ არქივში, აი სხვა რაღაცებიც ხო ხდებოდა, ეს იუბილეები, ილია ჭაჭოძის, აკაკი წერეთლის და შემდეგ, სადაც უნდა ლექსი წაეკითხა, თქვა სახეობებს და შემდეგ და ნატოს აქ ყველგან ისეთი დაღლილი და შეწუხებული, ჩამოშლილი სახე, რომ გავს ბევრად უფროს ვიდრე 59 წლის ადამიანს ვიტყოდი. ოღონდ რაღაც ვიზუალურად კი არ გულისხმობ, აი დამძიმებულია ძალიან ამ ცხოვრებით და ჩემთვის ეგ არის ნატოზე საინტერესო და არა ვთქვათ ის ლეგენდა ვარს კლავზე ნაკლებად საინტერესო. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მაინც გონია, რომ სერგო ფარაჯანოვის არ იყოს, რომელიც გატაცებით ქმნიდა ნატო ვაჩნაძის კოლაჟებს, თოჯინებს, რათა ლეგენდა სიცოცხლით ხატი ცოცხალი ადამიანით შეეცვალა. ნატალია ჯუღელის მთელი საქმიანობა დღეს ყალბი ლეგენდების წინააღმდეგ ბრძოლაა. გონი ეს ნიჭიერი ლამაზი ახალგაზრდა გოგო ამ ბრძოლამ ისე ჩაითრია, რომ თავისი პროფესიაც კი მიივიწყა ცოტა ხნით. ლეგენდებს კი ხალხი არა მარტო ნატო ვაჩნაძეზე, არამედ მის შვილიშვილებზე ყვება. თუკი ნატალიას დედას, ნატო ვაჩნაძის შვილიშვილს იმ სახლის დიასახლის, სადაც ნატალია მიგვიპატიჟა, არასდროს გაჩენია ამ ლეგენდებისგან საჯარო თავისდაცვის სურვილი, ნატალია უფრო მებრძოლი აღმოჩნდა ამ ოჯახში. ამ მხრივ ისე ცოტა არ იყოს გავს თავის პერსონაჟს, ელდარ შენგელაიას ფილმში სავარძელი. ჩინორი. გაიცანი მალხაზი. შენი მომავალი სიძე. გადით ახლა ორივე აქედან. ძალიან ლამაზი სახლი არის და ხვდები რომ აიც ეს დედის დედა არის, იდეის ავტორი როგორც ხატო არის. ალბათ, ხო, ну ეს კომპოზიციები და ეს ყვავილები ნახდა დედა ჩემის სამსახურებია. ეს ხატრობა და აკადემია რატო აირჩია? არ კითხე აქამდე. ანუ რატო არ გუნებრივი იქნებოდა რომ მსახიობი ყოფილიყო. და ჩაბარა თეატრალურ სამსახიობოზე, ხო? ეგ აი ცოტა ისეთ გძელი ამბავია, იმიტომ რომ კაცანს ბავშვობაში უნდა და რეჟისორობა სინამდვილეში და მგონია რომ თუ კი რამეზე ფიქრობ, აი რა იყო ელდარის ნარიანას შეცდომა, მგონია რომ ეგ იყო რომ ვერ დაიჭირეს ის რომ კაცასგან მე გულწრფელად ასე მგონია რომ ძალიან კაი რეჟისორი გამოვიდოდა, იმიტომ რომ ეს თვისებები აქვს ნამდვილად რეჟისორის და არ ვიცი რატო თითქოს აი რამდენი წელი იყო როცა გაშორდნენ? 13-ის. ხო, ну პატარა იყო და კი, პატარა იყო და ხან ეგ პერიოდი ხო, ალბათ ეგ პერიოდი დაემთხვა და ამიტომ ვერ მიაქციეს ამას ყურადღება და თან აი თითქოს ამ როლს მოუყოლია რომ სურვილი რომ გამოუთქვამს, აი ყურადღება ამისთვისაც არ მიუქცევიათ დიდად და მაინც უკავშირებ ამ ტრადიციას, რომ კაცები სულ რეჟისორები იყვნენ და აი რაც მუზეუმში ვახსენე, რომ ნატოც და კი რაც რომ სარეჟისორო საქმიანობაში იყვნენ, ამასაც რაღაცა ფერმფრთალად ყვებოდნენ. მგონია რომ უბრალოდ ქალის როლი მაინც ეგონათ რომ ეს არის. დიდი შანსია, დიდი
შანსია და უნდა რეჟისორობა და ველდარი ამბობდა რომ არაკაცო რა რეჟისორობა. არა, არ ვთქვი ესე რომ წინააღმდეგი ყოფილიყო, არ ვიცი, რამდენად ესე იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან ზოგადად მიდრეკილება არ იყო, რომ ხელი შეეწყოთ შვილისთვის, იმიტომ რომ ნატოზეც ხო იგივე ხდება, შეიძლება იცოდეთ ეგ რომ ელდარმა ლექსი რო დაწერა, ნატომ უთხრა რომ ეს შენი საქმე არ არისო და არ დაწერო. მე რეჟისურა რომ მოინდომა, იმაზე უთხრა რომ ვერ ვხედავო შენ ნიჭსო და დოდო ალექსიძეს გაასინჯა, აქვს თუ არა ნიჭი ელდარს და ამიტომ ეს რაც სკეპტიციზმი და რომ მარტო ხარ ამ პროფესიაში, ერთად კინოს ეგ უფრო ახასიათებს ეს რაც დამოუკიდებლობა ვიდრე ვთქვა თეატრს და რახან ეს კინოოჯახი იყო, ალბათ შენთვის იყავი რა. ხო და კაცამ ჩააბარა სამსახიობოზე, სავარაუდოდ ამ ინერციით რო სამსახიობოზე წანეშუქი მისცეს. ჩააბარა, ლილიოსელიანთან მოხვდა ჯგუფში, მაგრამ მე მგონია რომ კაც არის ზოგადად ჩვენ ოჯახში ითვლება ყველაზე ისეთ სიმართლის მთქმელი, პირდაპირ ელდარს წიგნშიც უწერია რომ ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი შვილი კაც არის, იმიტომ რომ მე შენ გააგრძელე. შეიძლება ხო? არა, გულისხმობ იმას რომ აი გვიყვარს ძალიან სიმართლე და როცა რაღაც სახელი აქვს ისეთი როგორც ელდარს ქონდა, ალბათ ძნელია რომ ვიღაცამ გითხრა სიმართლე ხშირ შემთხვევაში და კაც აიყოს სურთ ეს ადამიანი და მე ინტუიტიურად მაგას რახან ვისწავლე მეც თეატრალურში უკავშირებ რომ აი სიყალბე რაც არის თეატრალურ სამყაროში ვერ აიტანა და ერთი თუ ორი თვის მერე წამოვიდა და ვიცი რომ ეთერ გუგუშვილი მაშინ დირექტორი და ლილიოსელიანი თხოვდნენ კიდევაც რომ არ წახვიდე არ გადახვიდე და წავიდა გადავიდა აკადემიაში. გადავიდა აკადემიაში. ხატავდა? ხატავდა კიდევაც, აი კომპოზიციას ასწავლიდა მე აკადემიაში და მოდელირებასაც. აი იმაზეც გული მწყდება რომ ნეტა მხატვრად ემუშავა კინოში მაგალითად, იმიტომ რომ აი ეს ძალიან ისეთი აქ ხედვა ზოგადად და კინოშეფასებელია. აი არ მართლა ვერ ხვდები. შეიძლება რაღაც პროტესტი ქონდა ამ კინოს სამყაროს მე. არის ესეთი პროტესტანტია? კი, ხასიათით ალბათ არის პროტესტანტი, მაგრამ მეც კი მე ჩემს შორის ძალიან დიდი დისტანცია თქვა ჩემს და ნატო ვაჩნაძე შორის და ჩემ მე რო დავიწყე თქვა პროფესიულად აზროვნება ელდარი უკვე იყო 80 წლის, ამიტომ ეს ლაპარაკის მაგალითად მიჭირდა, პატარა რო ვიყავი და არ ლაპარაკობდი ოჯახზე არასდროს და რამდენი ჟურნალისტისთვის მაქვს უარი ნათქვამი კაცმა იცის, მაგრამ ეხლა ეს ფონდი რაც გავაკეთეთ, თითქოს გავთავისუფლდი მაგისგან ამაზე და წარმომიდგენია მე მიჭირდა და მე ვმალავდი ამას და შვილი რო ხარ მართლაც, კაცას შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად უჭირდა და ისე გაზარდეს, არ ვიცი, თან ხასიათით ძალიან რბილია, ელდარიც და არიადნაც, მაგრამ ნატაშა და კაჭა ისე არიან გაზრდილები, რომ აი თითქოს ზედმეტად არ უნდა გამოჩნდე. ვის გაუგია დედაჩემის ხმა, მაგალითად ეხლა ყოდ როცა ყველა შვილი ძალიან აქტიურობს ამ ქვეყანაში, ძალიან თავისთვის იყვნენ და ისე დამოუკიდებლად და აი რო არ გინდა რომ ზედმეტი ვიღაცამ დაგინახოს და არ ქონია სურვილი დედის და მამის შერიგების? არიადნას და ელდარის? ხო. კაჭა, თუ საერთოდ საერთოდ თუ ლაპარაკია. არ ვიცი რომ რთულად, ყველაზე რთულად ახლა კაჭამ გადაიტანა ეგ, იმიტომ რომ 13 წლის იყო, არიადნას იმ დროს მოუწია მოსკოვში წასვლა, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანს რაღაცა ნაწყენიც კი იყო აქ ამ რაღაც ქართულ სიტუაციაზე და ჩვენ კიდე ყველა, ანუ არიადნას ჩათვლით რაღაცა იდენტობით ქართველები ვიყავით, იმიტომ რომ აქ სწავლობდნენ, აქ ყავდა კაცას მეგობრები, აი მოსკოვის მიმართ რაღაც სიყვარული არც არასდროს არ ყოფილა, ამიტომ კაცამ აირჩია საქართველოში დარჩენა და ამაზე რაღაცა ყვითელი პრესა ისე წერს ხოლმე, რომ შვილი მამასთან დარჩა რაღაცები, რაც არის სრული სიცრუე ორივესთან ძალიან უნდა დაყოფნა, მაგრამ ისე მოხდა, რომ არიადნას მოუწია ცოტა. ხო, მე დაბრუნდა მალე. მე დაბრუნდა, კი, მალევე დაბრუნდა. დაბრუნდა გრიბოედოვის თეატრში, ხო? კი, გრიბოედოვის თეატრის დასის წევრი იყო ისაც მანამდე, მე ეს რაღაცა პატარათან ისეთი რთული პერიოდია ეგ 80-იანების ბოლო და 90-იანები იყო წასული და მე დაბრუნდა ისევ გრიბოედოვის თეატრში და იქ ასწავლიდა და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. შენ როცა აირჩიე მსახიობობა, მაშინ არ რაღაც წინააღმდეგობა არ შეგხვდა ან დედას და მამას მხრიდან? ვიცი, წინააღმდეგობა ნამდვილად არა, იმიტომ რომ ეს რაც თავისუფალი დამოკიდებულება ჩვენ ოჯახში არის, რომ აი შენთვის ხარ ეს და წინააღმდეგობა შემხვდა ერთდღიანი ოღონდ მხოლოდ ელდარისგან და გია ყანჯელისგან და საინტერესო იყო, იმიტომ რომ ერთად იყვნენ, როცა ვუთხარი, რომ აი გიზო ჟორდანიას აყავს ჯგუფი და მე ასე მივხვდი, რომ ვერ გავექცევი ამ საქმიანობას და მინდა ჩაბარება თეატრალურში და ნუ ჯერ ელდარმა დაიწყო, რომ საქართველოში თეატრალური ცუდია, გიზო კი კაი პედაგოგია, მაგრამ იქნებ ვერ მოხდა გიზოსთან რაღაცას მეუბნებოდა და გია ყანჩელი მისმენდა და თან იცოდა, რომ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება. და მე ეგრე წარმომედგინა, რომ გიასთვის იქნებოდა ნუ კონსერვატორია, ჩემთვის ესე იყო, რომ კონსერვატორია რთულია და ეს ადვილია. და გია მიყურა და აი ახლა ირჩევ ყველაზე რთულ პროფესიასო და გამომძიებელ რომ სახეობა უკრავდი? არა, მღეროდი. რას მეუნები? ეს რაღაც ახალია.
ხო 10 წლები მაქვს როგორც ოპერის მომღერალს დამთავრებული ხო მაგრამ ეგეც მე მგონია სოპრანო ისე სოპრანო მქონდა მაგრამ ჩემი პედაგოგი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა გულიკო კარიაული მეუბნებოდა რომ შეიძლება მეცო იყო მერეო და საერთოდ გამიმართლა მე პედაგოგებში იმიტომ რომ მსახიობი რო ვარ გიზო ჟორდანიას დამსახურებაა და არა ვთქვა არიადნას ტელტარის ან ვინმეს ან მას ჯეროდა რაღაცნაირად იმისი რომ დრამის მსახიობი უნდა ვიყო ხო და ეს სიმღერაც მგონია რომ პროტესტი იყო გაწონებული ვარ რომ შოვლებს უნდათ მაინც რომ სიმღერა არა, სხვათა შორის, აი, არიადნას და კაცას ეშინოდათ იმის, რომ აი ხმას უნდა გაუფრთხილდე, სულ ეს სპორტსმენივით უნდა იცხოვრო და ასე შემდეგ და პრინციპში სწორი იყვნენ, იმიტომ რომ არ მიწყობს ხელს რაღაცა ისინი, რომ არც ნერვული სისტემა, რომ ხა ოპერის მომღერალი რო ყოფილიყავი, ალბათ საერთოდ გავგიჟდება ისეთი. არ წდება გული. ნუ აი არ ვიცი, ჩემ ბრიტანეთში გავიცანი პედაგოგი ხმის, რომელიც მეუბნება რომ მთელი ცხოვრება ინანებო. ნატო აჩნაძის და ნატალიას გარდა ამ დიდ ოჯახს კიდევ ორი მსახიობი ჰყავს. ნატალიას დეიდა, ნატო შენგელაია და ნატალიას ბებია, არიადნა შენგელაია. საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, რომელსაც ლეგენდები და ჭორები, როგორც ნატალია ამბობს, იცოცხლე არ აკლია. ჩვენში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ არიადნა შენგელაია შერეკილებში თავის გმირს, იმიტომ არ ახმოვანებს, რომ ქართული არ იცის. არა და რამდენი ქართველი კინომსახიობი გვყავდა, რომელთაც სხვები ახმოვანებდნენ. მოდივარ, ტრიფონია! ახლავე ტრიფონ. ნატალია ამბობს, რომ არიადნას ჯერ კიდევ ელდარის გაცნობამდე სოხუმში ქართული ამბანი უყიდია. იმდენად უნდოდა ქართული სწავლაო. სულ იმას იმეორებს უკითხა ნატალიამ ბებიაზე. რა კარგია შენი მეორე ენა რომ ინგლისურია და არა რუსულიო. არიადნას მამა იყო გადასახლებული და მთელი ბავშვობა უცხოური გვარის გამო, იმიტომ რომ არის შპრინგი და მგონია რომ კალკი არის რუსული, იმიტომ რომ გერმანული გვარია და რაღაც სხვანაირად აქვთ ახლა არიადნას ნათესავებს, ეძახდნენ ხალხის მტრის შვილს და რაღაცნაირი კომპლექსიც კი ქონდა იმ დროს, აი იმხელა ტრავმა ქონდა ამისგან მონიჭებული ამ გვარისგან, რომ მგონი ჯერისად პატარა იყო რომ გადაიკეთა და გახდა ცნობილი შენგელაიათი ნატო აჩნაძის არ იყოს რა და მე უკვე გვიან იყო ახლა ამის გადაკეთება. არაჩვეულებრივ გამოფენაში რატომ არ ითამაშა ბევრი კითხავს ხო? პირველი ორსულად იყო. პირველი. ბებია მითამაშა. ხო, ორსულად იყო. მაგრამ ასევე ითამაშა მაგაზე მეცინება ხოლმე რომ რაღაცა სოლი ხო, დიდმა ბებია, მაგრამ მაგაზე მეცინება ხოლმე რომ აი ნეპოტიზმი და ის ათამაშა სინამდვილეში არაჩვეულებრივ გამოფენაში ეს არის მამიდაშვილი არის სალომე ყანჩელი და დეიდაშვილი არის თოთო აბაშიძე. სულ ოჯახთან ერთად მუშაობდა, მაგრამ ხშირია კინოში, ხა კასავეტის ის არის საქართველოში პატარა ხო? ასე ფერმძიმედ იყო და თორე ითამაშებდა. აი არ ვიცი, მე ელდარი ძახდა არ იყო. რომ არიადნასთვის დაიწერა ეგ როლი. ის დიდი შანსია, მაგრამ ელდარი ამბობდა რომ აი არ იყო მისი როლი ბოლო დროს ან რაღაც, მაგრამ მე მგონია რომ არსულობის თემა იყო. მაგრამ მაშინ ერთად იყვნენ. კი. ხო. და შერეკილებში უკვე შერეკილების დროსაც ხო ერთად იყვნენ. კი, აბარა და იმის დროსაც. სამანიშვილის დედა უკვე მაშინ კი, დაბადებული იყო დედა, ჩემი ესწრებოდა სხვაჩვენს და ეგ არის საინტერესო დედა ჩემის ბავშვობაზე, რომ შერეკილების გადაღებაზე, სამანიშვილის დედინასვლის გადაღებაზე და ლოკაციებზეც დაყვებოდა ელდარს და სურათებიც გვაქვს, რომ აწვევიან ერთად მანქანას და მანქანაში ეძინა ხოლმე და სამანიშვილის დროს რაც ჭიათურაში სწავლობდა კიდევაც სანამ ისინი იღებდნენ. რამჭირდა ხალო მე კაშივი კაც ცოცხლად და სამარხავი ქვეყანა შეგიყრე იცოდე ვინ არიან აბა ესენი ვინ არიან ვინ მისამათ ჩემი ცხედარი არ მომეკარო ვისი გამცვალე ხალო ამათში ვისაუბნები მაგას უიმე ჩემი სიკვდილი ამ პატრონოებში გაგცვლიდი მე შენ შეხედი ამად მე შენთან შეხედე სარკეში აბა ვინ არის ეს ქალი ამოიღე ხმა კანონი გელაპარაკება დედა გამაგიჟებენ ესენი. ილაპარაკე რა საერთო გაქვს ამ ქალთან? პირველად ვხედავ. შენ ამბობ, რომ დედაო ძალიან კრიტიკული იყო ელდარის მიმართ, ანუ რაღაცებს ხო, ძალიან კრიტიკული ხა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ შემიტყვია ეს, რომ ხალხი უფრთხო და განსაკუთრებით გვიანდელ პერიოდში, რომ თქვათ რაღაცა ეთქვათ მისთვის, აი ჯერჯერობით ცდილობს ხალხი, რომ გული მოიგოს და რაღაცა რაც არ მგონია, ნამდვილი პატივისცემა იქ სინამდვილეში არ მგონია და კაცი იყო ერთ-ერთი, ვინც ცდილობდა მაინც, რომ რბილად მაინც ეთქვა, რომ ეს იქნებ ასე, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ მაგალითად ერთად ემუშავათ, ან რაღაცა ეგ მაგონებაში, რომ აკა იქნებოდა, რომ
მაგრამ შენ შეძელი და მოასწარი ელდერთან ერთად მუშაობა. სხვა შორის არც არ გვინდოდა ეს. მე ძალიან მიყვარს ეგ როლი. და აი მან ძალიან კარგად ჩანს, რომ ელდარი როგორი მოქალაქეა, ანუ მისი მეც მგონია, მე მგონია, და შენ როგორ უყვარ ხარ? მან განსაკუთრებით კარგად ჩანს. არა, სასაცილო ისეც რომ მომავალი არის ჩვენი ქვეყნის. მაგრამ ელდარს არც მოუაზრებია რომ მე გადავეღე და მე თუ არ ვსწრები გოჩაკაპანაზე მურჩემ, რომ მაშინ თამაშობდი ანტიგონეს. მე ხო არ მithქვამს. კრეონ გესმის? მე შემიძლია ისე ვარაუხრა ყველაფერს რაც არ მომწონს. და აი რატომაც არა რაღაც გავსო ეს როლი და გამსინჯა სერიოზულად ელდარ მე რო თქვა რომ კი გადავიღებ არიადნაც გაბრასტა რომ არ ეს ოჯახური ისო ეხლა დაიტრაუმებიო ამის გარდა მეც ნერვიულობდი რომ აი ხა რაღაც იტყვიან რომ პირველი ფილმი ბაბუის ფილმია მაგრამ თან გულში ვფიქრობდი რომ შეიძლება მეტი შანსი ამის არ მქონდეს და უარს რო ვიტყვი ამაზე საერთოდ ვინანებ ამას მე და კარგი თქვა ამიტომ ძალიან სასაცილო ის არის რომ ორივე ისე ვიყავით დისტანციურად ერთმანეთთან მაგრამ ხო, ეგ ფილმი მგონია რომ არ არის რა თქმა უნდა და ვიცი ეს რომ ელდარის რაღაცა ძლიერი ფილმი ნამდვილად არ არის, მაგრამ გული იმაზე მწყდება, აი რაზეც ვლაპარაკობ ეს შექებაზე, რომ სამწუხაროდ მაგ დროს, იმიტომ რომ ზუსტად ახლა შეიძლება გული ამის უყდეს, მაგრამ არა, ვკითხულობდი ელდარის სტატიას 2013 წელს დაწერილს და უკვე რამდენი წელია გასული, 6 წელზე მეტია გასული ელენიკოს გარდაცვალებიდან და იმაში რაღაც მომენტუმი დაკარგა, თითქოს მართლა ნიადაგი გამოეცალა ელდარს ელენეს გარდაცვალებისას და წლების მერე წერს აი 2013-ში წერს რომ მეო კინოს აღარ გავეკარებიო რა და მე 2017-ში მოუნდა ფილმის გადაღება მაგრამ დახვდა რაღაცნაირი სიტუაცია არ მზად არ იყო თითქოს სიტუაცია საერთოდ თაობას რაღაც წენა ქონდა იქ საშა რეხვიაშვილს ხვებსაც ხო რომ ვერ იღებდნენ ფილმს და ის ჯგუფი რომელიც შეიკრიბა მაინც შეჩვეულნი იყვნენ ამ საბჭოთა სისტემას რა თქმა უნდა მაგრამ ანუ ეს წენად კი არ უნდა გაიგონ ალბათ ხო მაგ თაობის ამ თაობას მე გული მწყდება და რაღაცა თაობების დაპირისპირება დაიწყო რამდენიმე უაზრო ადამიანმა და სინამდვილეში ელდარის მარტო ისმის მოდა რომ ახალგაზრდებმა მეტი ფილმი უნდა აკეთონ მაგალითად რა მაგრამ ვიცახდი იმას რომ ჯგუფი რო შეიკრიბა არიან ადამიანები ვისიც ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან ბევრი იშრომეს მაგრამ იქვე არიან ადამიანები ვინც აი არ უსწორებდნენ, არ ეუბნებოდნენ და 85 წლის ადამიანი იყო. უკვე ამიტომ მაგ ფილმს რო უყურებ ხოლმე რაღაცები, რაც აი ზუსტად ვიცი რომ ელდარისია, სინამდვილეში კარგია და დანარჩენზე გული მწყდება რომ სწორედ ეუბნებოდი. მე 1-2 ვუთხარი და ჯგუფს ვუთხარი და ეგ გამოჩნდა პატარა ვიყავი მაშინ და თითქოს აი რახან შვილი ვარ, ამიტომ ვიძახი და ძალიან დავიძაბე ამისგან და გადავწყვიტე რომ გავჩუმებულიყავი. ამიტომ გული მწყდება რომ ეს ჩემი არ ბოლომდე არ მივაწექი ერთი, მაგრამ ყველაზე პატარა შვილი რო ვარ, მაგაზე მწყდება გული, იმიტომ რომ ახლა რო ყოფილიყო თუნდაც ეგ გადაღება ან ელდერს რაღაც სხვა გადაწყვეტილებები მე რადგან შევედი ამ დოზით თქვა კინოში მექნებოდა უნარი რომ ამაზე დამელაპარაკა რა და მაგრამ მალევე მე პრემიერიდან წახვედი ნუ მალევე ხო ინგლისში ხო საკმაოდ მალე მე თეატრალური რო დავასრულე ეგრევე თქვი რომ ეგრევე წავედი 6 თვიან კურსზე ინგლისში მე დავბრუნდი მე იქ აგენტი მყავდა ლონდონში და ვფიქრობდი იმაზე რომ წავიდე წამოვიდე და სხვა შორის ის არის უხერხული სალაპარაკო მაგრამ რაღაცნაირი ანტაგონიზმის კი ყო აი ჩემ მაგიტომ მგონია რომ დედაჩემს და ნატაშას ალბათ ბრამდენად უჭირდათ იმიტომ რომ ჩემს მიმართაც იყო რაღაც დამოკიდებულება ისეთი რომ აი პრივილეგირებულია და ალბათ თავში ავარდება რადგან ამ ოჯახიდან არის იმიტომ რომ ანტიგონე რო ვითამაშე მახსოვს რომ აი ასეთი განადგურებული მორალურად არასდროს არ ყავ თვით შეფასება მქონდა 0-ს ქვემოთ და რაღაცა რომ მოეფიქრებინათ რომ თავში ამივარდა ამ როლისგან იძახდნენ რომ აგვიანებს რეპეტიციებზე და ვინც მიცდობს იციან რომ რაც გადახრა მაგ და არასდროს არ პირველ მივდიოდი და ბოლო მოვდიოდი მე აი თან არაფერი არ მაქვს მაგ დროს გაკეთებული მახსოვს და კასტინგებზე არ მეძახდნენ იძახდნენ რომ უარს ვიძახი თუ რაღაცა რაც აბსოლუტურად მოგონილი და იმ დონემდე მივიდა რომ ერთი პროდიუსერი შემხვდა და ვაიმეო შენო აქ როგორ ხარ ახლა მითხრეს რომ ფეხი გაგმოდეხილიო როცა არ მქონდა და ეს ასეთი მითები ხო გვესმის მსახიობებზე მაგრამ უკვე ხდება ხო და წარმატებულ ადამიანებზე და ჩემ შემთხვევაში 19-ის რო ხარ და უფროსი ადამიანები რაღაცებს იგონებენ რომ შენ არ მიგიშვან სადმე დაიწყო ძალიან ადრე და ახლა ვხვდები რომ ალბათ ოჯახის გამო რომ აი რაღაც ტიპის ის იყო რა სხვას დავეხმაროთ ამას რაში ჭირდება დახმარება წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყო ეს რომ რაღაცა უცხოდ გზნობდი თავს და მინდოდა რომ მომეცილებინა ეს სახელი მე ჩავირიცხე მაგისტრატურაზე ინგლისში რადაში და ბერგბეკში რომელიც აი ძალიან კაი უნივერსიტეტებია თან არასამსახიობოზე სარეჟისოროს და ტექსტზე რა ძალიან კაი იყო და მიხარობდა და კარგად იცოდი
ენა ვიცოდი, ხო, ბრიტანულ სკოლაში ვსწავლობდი რა და ხო, მაგან მიშველა ჩავირიცხე და ისეთი დრო იყო, რაც ზაფხული იყო უკვე, რომ არანაირი დაფინანსება არ იყო. და ერთადერთი რაც მირჩიეს, რომ კულტურის სამინისტრო თუ დაგეხმარება, ეს არის, იყო ძველი დრო, არანაირი ცუდი კონოტაცია არ აქვს კულტურის სამინისტროს. ასე ვთქვათ რა. და მახსოვს, რომ ვიფიქრე, ნუ ერთადერთი გზა ეს არის და არ შევიტანე და არ წავედი მაგისტრატურაში, რომ ახლა კულტურის სამინისტრომ რომ დამაფინანსოს და ილაპარაკებენ, რომ ელდარის შვილიშვილი დააფინანსეს, აი არ შემიძლია თქო და უარი ვთქვი ამაზე და ახლა 10 წელი როა გასული ვფიქრობ, რომ როგორც ნებისმიერ სტუდენტ მოქალაქეს მეც მქონდა უფლება, რომ ის შანსი გამომეყენებინა. არაფერ შუაში არ იყო იქ ელდარი, მაგრამ ესე გავუშვი. და ეხლაც როგორც ვიცი, შენ ცდილობ რომ ასე ვთქვათ, შენ ხარჯზე იცხოვრო, ასე ვთქვათ, ხო? დახმარების ძაღლებს ვასეირნებო, ხომ მითხარი? არა, ხო? არა, ნუ ინგლისში ცხოვრება ისეთი ძვირი არის, საერთოდ ყველა მსახიობს, რაც მეორე სამსახური აქვს ყოველთვის, მათ შორის ბრიტანელებსაც კი, ბინისკი რაღაც არანორმალური და რო ჩავედი, დავდექი იმის წინაშე, რომ მარტო უნდა იცხოვრო იქ და არასდროს არ მიცხოვ, შეერთ უნივერსიტეტშიც კი სტიპენდია მქონდა და არ მიყვარდა, რომ მშობლები გაფინანსებენ ამას შემდეგ და იქაც სულ რაღაცას ვახერხებდი, რომ დამოუკიდებლად ყოფილიყავ. შედარებით, რა თქმა უნდა და იქ პირველი რაც ვიფიქრე, რომ სად ვიმუშავებ ისე, რომ არ დავისტრესო, ეს იყო ძაღლების გასეირნება და ძალიან ისეთი ჩემ უბანში პოპულარული ძაღლების გამსეირნებელი ვარ და მერე გამიმართლა, იმიტომ რომ მაღაზიაშიც ვიმუშავე და პავო იარვი არის ესეთი არაჩვეულებრივი დირიჟორი, ვინც ეძებდა ასისტენტს და ამ ჩემი მუსიკალური ცოდნის გამო ამიყვანა და უკვე მესამე წელია ვარ დირიჟორის ასისტენტი. მაგრამ შენ მაინც გახსოვს, რომ შენი ძირითადი პროფესია არის მსახიობობა. არა, რა თქმა უნდა მახსოვს, მაგრამ იუცებ იმდენი რაღაცა მოხდა ამ 2 წელიწადში, ამ ფონდის გახსნითაც, ამ კინოდაჯილდოებით, კინოფესტივალზეც მუშაობ ლონდონში, რაღაც ძალიან ბევრი რაღაც ხდება ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე მგონი ყველა მსახიობი ესეა ბოლო დროს და არა, ამ ქვეყანაში საერთოდ აი ესეთი რაღაც პერიოდი მაქვს მეც, ახლა მიჭირს აქაც ლაპარაკი ყველაფერზე, იმიტომ რომ რაღაც ბავშვობაში ძალიან ბევრი რაღაც გაქრა, არ მგონია რომ ადვილი ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ისეთი პერიოდი იყო, მაგრამ აი ახლა ის რაც ბავშვობასთან მაკავშირებდა, თითქოს ეგ პერიოდი მიდის, აი ელდარის წასვლით ასე შემდეგ და თვითონ ქალაქის აი ახლა ეს კორპუსი რო არის აქ ჩვენ უკან აშენებული, მთელი ბავშვობა უყურებდი ხურმის ხეებს უკან მაგალითად და უცებ ეს ააშენეს. მაგრამ მე კიდე ისე მომწონს. ხურმის ხეებსაც კი მირჩევ. ნუ ხდება ახლა და შეება თოვლის ბრალი. თოვლის ბრალია, ასე მგონია. ხო, ან ზაფხულში განსაკუთრებით აქედან რომ გამონაბოლქვი ჩვენ მხარეს მოდის ნახეთ ისინი, საშინელება. იქვე ეს კინოთეატრი რუსთაველი აღარ არსებობს, რაღაც არანორმალურია საერთოდ, რომ ცენტრალურ ქუჩაზე დეველოპერული კომპანიის რაღაც ოფისია, როცა ეს არის ქალაქის იდენტობის ნაწილი, რომ იქ თეატრი გაქვს, ოპერა გაქვს და კინოთეატრი ერთად. და აი ვთქვათ, დაუშვათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან დაახლოებული ხელოვანი, ანუ ეხლა ამბობენ ხოლმე პროპაგანდისტი ხელოვანი, თავაზობს ანტიგონას იღებს და თავაზობს მთავარ როლს. უკვე იყო მსგავსი და უარი თქვი, არ ვიტყვი, მაგრამ უარი მithქვამს ასეთ. ანუ მიზეზი უთხარი, რომ არ მინდა კი, არა, ნუ უმეტესად თუ რაღაც სხვა მოიგონე. არა, უბრალოდ მაინტერესებს მე როგორ მოვიქცეოდ. არა, საკმაოდ პირდაპირი ვარ და არ გავქცეულა რაღაც მიზეზებს გააჩნია რა, მაგრამ მithქვამს. არა, დღეს საერთოდ არც ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე, იმიტომ რომ აი ელისოც რო გავაკეთე რაღაც პიესაც დავწერე ლონდონში პატიმრებთან დაკავშირებით, რაც წავიკითხეთ იქ საქველმო მქონდა საღამო გქონდა მე ვერც ვარსებოთ რა ანდრო ჭიჭინაძე არის ჩემი მეგობარი და სხვაშორის ელდარის მეგობრის შვილი აქ ფოტოს არის ანდროს ბაბუის ძმა არის ამის გარეშე ვეღარ ვაკეთებთ ვერაფერს ანუ აი ელისოც არ იქნებ შემდეგი ელისოც ანდრო თუ არ გამოუშვეს იქამდე არ ჩაივლის ანდროს გარეშე რა და რაღაცა საგიჟეთი ხდება სხვათა შორის ეს ელდართან დაკავშირებით მახსენდება ელდარი და თქვენ ხშირად ლაპარაკობდით ხოლმე რაღაცა დროზე და ცენზურაზე და პრობლემებზე და ზაფხულში რომ დავესწარი სასამართლოებს ძალიან ბევრი ადამიანს ვურჩევდი მაგას რომ მიდით სასამართლო ხო გაქვს სოლიდარობა ერთია, მაგრამ ეს სოლიდარობაც ჩვენ გქონდა როგორც რაღაც ფიქციის მიმართ რა, რაღაც ამბის მიმართ და რა წამს იმის წინაშე დგები რომ რანაირი აბსურდი ხდებოდა ამ სასამართლოებზე, ეს იყო ის სანახავი, იმიტომ რომ რო ადარებენ ხოლმე რომ ცისფერი მთებია, ცისფერ მთებზე გაცილებით უარესი ხდებოდა იქ და აი არ ვიცი საერთოდ საით მიდის ეს რა. თურმანიძეების გვარი, როგორც ნატალია ამბობს, მამის ხაზი ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შვილის დღევანდელი გმირის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში. აქ უკვე ნატალიას თქმით სიზუსტე და კონკრეტული სიყვარული, პედანტურობაა მთავარი. არსებითად ეს თვისებაც მოგონილის და ყალბის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.
იმდენი ხართ, ბევრი ხართ, ხო? ხო, არა, იმდენი ვართ, რომ ხო გეუბნებოდით, რომ თქვა რომ ის როლა ჩემ ნათესავს ეცემა ამ ხალხს. ორივე მხრიდან მაგდალენ ნათესავი მყავს. ხო, ვიცი, მართალია შვილი ქვია ამ გადაცემას. მაგ კვინტესენცია ვარ შვილის ორი მართლა ორივე მხრიდან, რომ ეხლა ხო ჩემი დიდი ბებიის სახლში ვართ და ქეთო თურმანიძის ოღონდ მამაჩევის მხრიდან და ისიც ძალიან საინტერესო ამბავია თავის და. თურმანიძეების ამბავი კიდე ცალკე საინტერესო. ისიც მკვიდრაობითი ამბავია, ნუ. ხო. და ეს რაღაც მატრიარქის თემა ორივე მხარეს. აბა შეიძლება ხო არ ეჭვიანობს რომ მაინც კი, სხვა არა, კი არა, მაგრამ აი ახსენე ხოლმე ეს მაგრამ მე თვითონაც მაწუხებს, ეგ იმიტომ რომ რეალურად გავიზარდე ქეთო თურმანიძის სახლში და აი ამ რაღაცა სამედიცინო ამბავში და ქეთო იყო, ვინც აი ფარმაცევტული სახე მისცა საერთოდ თურმანიძის მალამოს და ძალიან საინტერესო ქალი იყო თავისთავად, ამიტომ მეც კი ბრაზდები ხოლმე ჩემ თავზე რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმო იმას, რაც ჩემი ბავშვობა ეგ იყო, ნუ. ხო, მაგრამ ნუ მაინც დედის ხარისხი ფონდი გააკეთე და რაღაცა ბევრი რაღაც. იმათ და იქ იმდენი საინტერესო რაღაც ხდება, ანუ ამდენ თაობაში, ხო? ამდენი ის მაგრამ აქ ესენი წინაპონზე გამოვწია, ნუ ეს ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ რაც კი თუ მემკვიდრეობა არსებობს ელდარის და არიადნას, ეს არის რაღაც თვითირონია, რომელიც ძალიან აკავშირებდა ორივეს რა. ეს აი ორი რაღაც სულ მაიმუნ, ანუ სურათები არ გვაქვს, სადაც დაჯღანულები არ ვართ მთელი ოჯახი. და ალბათ ეგ და ალბათ ეს რაღაც საბჭოთა ტრავმა, იმიტომ რომ ორივე როცა იქორწინეს, რაღაცა ნერვიულობდა ორივე იმაზე, რომ ორივე იყო ზულდათ უკვე საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ იმას მამაზე დანოსებს წერდნენ ელდარის შემთხვევაში, არიადნას მამა გადასახლებული იყო და მგონია რომ მაგან ძალიან გაერთიანა ორივე რა, ისე შე რო თქვი რომ რაღაცა ნაციონალიზმიო და რაღაცა ნატო-ვაჩნაზის შვილისგან ალბათ ელოდნენ რომ რაღაცა ქართველი ბაგრატიონების გვარის წარმომადგენელი. მე მგონია რომ ნატო ოჯახით და არიადნას ოჯახით სულ მულტინაციონალურია, სულ უცხოელები არიან ყოველთვის და აი რაღაცა ხას არ უსვამდნენ ჩვენ ნატოს ოჯახით. ეგ საბჭოთა სკოლა იყო, ხო იცით რომ არ შეიძლებოდა რომ ორი ეროვნება გქონოდა და ასე შემდეგ და ეხლა ხშირად გვხვდება რომ პოლონელი ქართველი მსახიობები სადღაც ეწერა ნატო-ვაჩნაძეზე და მეთქი კი ბატონო იყოს ასე. ხო. და ეს არის კაჭარაც გითხარით ამ გადასაღებ მოედანზე ბევრი სურათია ასეთი პატარა რომ ეხლა ვითომ ეხმარება და აი ეს არის რაღაცა ჩვენი ის არ ვიცი ჩემი დედა ჩემის და არიადნასი რომ აი ბუნების მიმართ ისეთი სიყვარული გვაქვს ყველას რომ აი ცალკე პროფესიად გვაქვს მართლა ეგ რა აი ნებისმიერ დროს რომ მიატოვებდი აი არიადნა მიატოვა კიდევაც რეალურად ეს სფერო აი ეს არიადნასგან წამოყოლიათ რომ ელდართან არ შემიმჩნევია რაღაც განსაკუთრებული მე ელდარ ისეთი რბილი იყო მაგრამ ელდარ ის აი ელენეს გარდაცვალების შემდეგ ну აი რა ვიცი როგორ გითხა ეს მაგრამ ჩანაცვლება როგორ გითხა გრძნობდი რომ აი რაღაცა ჩაგანაცვლა ანუ რაღაცნაირად ახალი თაობა შენიყავი ამ თელს ნათესაობაში და ელდარი ამას განსაკუთრებით აფასებდა. უი არ ვიცი სხვათაშო არ ვიცი რა. ეხლა დამებადა ეგ აზრი. ხო არ ვიცი ანუ ელდარი ზოგადად ქონდა ახალგაზრდების და ციახლის მიმართ რაც ალბათ ჩემზე უკეთ იცით რომ აი ეს რაღაცა დევნა საერთოდ მაგთობის ეხლა მეცინებო და მუზეუმიდან რო წამოვედით ვიხსენებდი რაღაც რამდენიმე რეჟისორი ვახსენეთ და ელდარმა იცოდა ხოლმე ასე თქვა რომ ეგ ნორმალური კაცი იყო მაგრამ საბჭოთა რეჟისორი იყო და ჩვენ ახლა ელდარის თაობას ვიხსენიებთ როგორც საბჭოთა რეჟისორებს და ეგ თაობა ნუ უმეტესობა ვისაც მე ახლა იყო სურათები ხო ფარაჯანოვის თქვა ან მიშა კობახიძის ვინც ჩვენთან ვიცნობდი კარგად მიშას სამწუხაროდ ფარაჯანოვს ვერ მოსწარი აბსოლუტურად დაცლილი იყო ეს ხალხი საბჭოთა მენტალიტეტისგან და პირიქით უნდათ აქედან გათავისუფლება ამიტომ მეცინება ხოლმე როცა არასწორად ლაპარაკობენ ამაზე იმიტომ რომ ძალიან ელდარის გარდაცვალებისას იყო აი ძველი პოლიტიკოსი რამდენიმე ვინც თქვა რომ ელდარი იყო პირველი ვინც ევროპულ ღირებულებაზე დაიწყო ლაპარაკი და გამიხარდა რომ ეს ახსოვს ხალხს ნატალიასთვის არ მიკითხავს მომერიდა, მაგრამ გონია მაინც რომ ამ ოჯახში ნატალია ჯუღელის მთავარი შემოქმედებითი სტიმული ბაბუა ელდარია. ელდარ შენგელაიაზე შეუძლია მთელი დღე ილაპარაკოს. გაიხსენოს ელდარის როლი 9 აპრილის პროტესტებში. იგი ხომ პირველი იყო, ვინც ტრაგედიის შესახებ მსოფლიოს აცნობა. ჩემი და ნატალიას დამეგობრებაც ხომ ელდარის დამსახურებაა. წლების წინ გავიხსენე საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დღევანდელი პირველი არხის გადაცემა, რომელიც ჩემი გადაცემის სარკმლის დახურვას მიეძღვნა. დისკუსიაში მაშინდელმა პარლამენტარმა ელდარ შენგელაიამ მიიღო მონაწილეობა. პირველი არხის დირექცია. ელოდა რომ ელდარი დატოქსავდა რაინერ ვერნერ ფაზბინდერის ფილმის პეტრა ფონ კანტის ცხარეცრემლების ჩვენების ცდას ტელევიზიით. მე დამტუქსავდა. ელდარმა კი სულ სხვა რამე თქვა. ცენზურა, მეგობრებო, კონსტიტუციით იკრძალებაო.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებიდან. ჩვენ გახსოვთ ძალიან კარგად ჯუნამიკატაძის ზეჭამბუკი მებოდა რა ამბავი იყო რომ სანამ არ ააფარეს ერთი ფოტოლი ისე არ დაიდგა ის ზეჭამბუკი და მესუ ველოდები შემოდგომას როცა ეს ფოტოლი როგორმე და ეგევე რამე დავინახავთ რა საერთოდ დავუნახავი ამისთან როდის დადგება თქვენი ასეთი შემოდგომა ეს კარგი ეს იყო 60-იანი წლები და ეხლა კაცო რაღა დროს ამაზე ლაპარაკია ცოტა მაშინებს ეგ სიტუაცია რომ პირველი პეტრა ფონკანტის ცრემლებს რო პარლამენტარი იცავს რო აჩვენეს ტელევიზიაში ეს დღეს სართული წარმოსადგენია და 30 წლის მერე რო ეს მოხდა მაშინ კიდე გასაგები სიტუაცია რომ საბჭოთა კავშირის მერე ყველა აირი არიციან როგორ იცხოვრონ სხვანაირი სისტემის ქვეშ და დღეს რო ეს ხდება საერთოდ საგანგაშო მგონია და უკვე იქამდე მიდიო რომ სავარაუდოდ მე თვითონ ვერ მოვესწრები პირვანდელ სახეს ჯუნამიკატაძის ზეჭაბუკის ის ფოტოლი ალბათ არ ჩამოვარდა თქვენი ურთიერთობის დროს ახსენებდი ხოლმე რომ აი მის თქვა ახალგაზრდობას ასე დავარქვათ, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდა იყო, მის აი ამ რაღაც ძალიან ლიბერალურ პოზიციას ცხოვრებაში. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ასაკთან ერთად ადამიანი ნაკლებ, კარგავს ამ ლიბერალურობის შეგრძნებას. მე არ ვამბობ თქვა ლანაზე ან მაგრამ უმრავლესობა მაინც კონსერვატორი ხდება. არა, პირიქით, მე სულ ვამბობ ამას და გულწრფელად ყოველგვარ რაღაც პრანჭვის გარეშე, რომ თუ კი მაქვს რაღაც თავისუფლების შეგრძნება და ეს ტოლერანტულობის განცდა, აბსოლუტურად ელდარის მხრიდან მოდის ეგ, იმიტომ რომ ყველას მივარ და ყველაფრის მიმართ ქონდა რაღაც ტოლერანტულობა, ლიბერალობა და აი სხვა შორის ნერვები მეშლება ხოლმე 90-იან წლებზე, როგორც ყვებიან ამბებს, იმიტომ რომ ბევრი ის კონფლიქტი და შეურიგებლობა კინოს ხალხთან მიმართებაში სწორედ ამით დაიწყო, რომ იმ დროს იყვნენ ადამიანები, ვინც იმღირებულებებზე ლაპარაკობდნენ, რასაც ახლაც ვერ მივახციეთ ჩვენ და რასაც ახლაც ვლაპარაკობთ რა და ამან რამდენად მე წავიკითხე ლიტერატურა საპირისპირო მხარის დაწერილი სხვათა შორის ერთ-ერთში არის აღწერილი კინოსტუდია და კინოკავშირი ისე როგორც ახლა აღწერენ კინოცენტრს, აი საფესტივალო კლასი და ასე შემდეგ და როგორც ახლა არ წარმოგვიდგენია ამ ხალხის შერიგება, რაღაცა იგივენაირი სიტუაცია მეჩვენება მაშინაც რა, იმიტომ რომ ელდარს აი რაც კი წამიკითხავს და გამიგია, არასდროს არ იყო ძალადობის მომხრე, ერთი ეს რაღაც იარაღით რო დადიოდა ელდარი, აი სრული მითია. ეხლა გარდაცვალების მერეც ხო ამას გააცოცხლეს ეს მითები. ყველას პასუხობდი? არა, არავისთვის არ მიპასუხა, მაგრამ საინტერესო იყო. მაგრამ განვიცდიდი. განვიცდიდი თავისთავად, რომ მანამდე ის არ განვიცდიდი, აი გარდაცვალების დროს რო ამას აკეთებენ, რაღაც ძალიან ბინძური იყო და თან ზუსტად გამსახურდიას გუნდის წევრმა მოგწერა, რომ ვიცით რომ ეს მითია და ელდარს იარაღი არასდროს არ ჭერიაო და ვიზიარებოთ როცა და ჯერ გამიხარდა და მე დავფიქრდი რომ ამას საჯაროდ არასდროს არ დაწერს ეს ხალხი, იმიტომ რომ იქაც ხო ეს პროპაგანდა მუშაობდა, რომ რაღაცები წინა პლანზე დარჩენილიყო მითად და რეალური კრიმინალები არ გსურნოდა. როგორც ახლა არ ვიცით ვინ დაესხა თავს გურამ როგავას, არა და მასზე დიდი კრიმინალი არ არსებობს და სხვა სახელები ტრიალებს წინაპლანზე ყოველ დღე, ხო? ამიტომ ძალიან გული მეორე მომენტი ის არის, რომ ელდარი საერთოდ ორი რამე არის რა, მნიშვნელოვანი რომ ვერ იტანდა პროვინციალიზმს. ხო, და ყველა მისი ფილმი ეგ არის, ხო? რა თქმა უნდა, სიყვარულით, მაგრამ თავში, ხო, სიყვარულით, მაგრამ დასცინოდა რა, არაჩვეულებრივი გამოფენა ეგ არის ფაქტიურად, ხო? აი გული წყდებოდა თითქოს და განსაკუთრებით აი ამ მითებს, რომელსაც ადამიანები იგონებდნენ ამ საბჭოთა წარსულის მეტიც აი მე ისევ სხვა იმდროინდელმა პოლიტიკოსებმა მითხრეს, რომ გადატრიალების მომხრეც არ ყოფილა და იძახდა, რომ უნდა მე კი იყო მხარე, მაგრამ იძახდა, რომ უნდა მოვიცადოთ, რომც დაგვიჭირონ უნდა მოვიცადოთ. ამიტომ იმაში აი რა სახითაც უცებ დააჯერეს თუნდაც ჩემ თაობას, რაც დამახინჯებულად აი ესე ფრაზა და რაღაც მოღალატეები გონიათ ხალხი, ვინც კულტურული იდენტობა შექმნა. მაშინ არა მარტო ელდარი, ეს ხომ 200 კაცზეა და უფრო მეტზე ლაპარაკი არა. ძალიან მცდარი მგონია, იმიტომ რომ სამწუხაროდ უბრალოდ მე მგონი უნარი არ აღმოაჩნდა ქართულს მაშინ, რომ ეს დემოკრატიული თანაარსებობა ესწავლა. არა მარტო ხელოვანებს, არამედ ყველას. ნატალია ამბობს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოთქმას მსახიობი ყველაფერს უნდა დათანხმდეს. კი უთამაშია ფილმებში, სერიალებში, რომლის გახსენება არ უნდა და საერთოდ შევამჩნია, რომ განსახიერებულ როლებზე საუბარი დიდად არ უყვარს. საყვარელ ადამიანებზე რამდენიც გინდა. საუკეთესო ასაკი აქვს კარიერის შესაქმნელად. გარეგნობაც ნიჭიც ხელს უწყობს, მაგრამ დიდი ბები ისა არ იყოს, ზრუნვა ურჩევნია. სხვაზე ზრუნვა და იმ ტყუილების მხილება, რომლებიც კარგამაგრად დაგროვდა უკვე მის ოჯახზე. აი ხარო თქვათ რაღაცა სერიოზული და მნიშვნელოვანი კონტრაქტი შემოგთავაზან როგორც მსახიობს, ხო? რაღაცებზე უარის თქმა მოგიწევს. კი, რა თქმა უნდა. რაზე არის ტყვი უარს?
მე ვფიქრობ, მაინც ალბათ ფონდზე და ალბათ არა, ხო, ფონდს ისე არა, ელისოზე ვერ ვიტყვი უარს ნამდვილად. ალბათ ვინმე ისედაც ვიძახი ხოლმე, რომ ელისოს აი რაც პრინციპი, სხვა შორის მინდა ეგ აღვნიშნო, სულ გონიათ, რომ ჩემი გაკეთებულია და ნატოშნას ფონდის იდეა დედაჩემის არის, მაგიტო ვიძახი, რომ უკნიდან დედაჩემი სულ რაღაცას აკეთებდა ხოლმე ამ ოჯახში. და ძალიან მომწონს, რომ ეს ყველაზე მეტად გავს ნატოს. ხო, მეც ასე მგონია. და ფონდის იდეა ხომ ისია, და აი მაგალითად ნატო ვაჩნაძის პრემია რო გაიცემა სხვადასხვა სფეროში და არა კინოში, ესეც კაცას იდეაა და სრულიად გენიალური იდეა მგონია, იმიტომ რომ ზუსტად ეგ აჩენს, რომ ნატო იყო რაღაცა ახალი სიტყვა დარგში. და აი ასეთი ქალები და აღნიშნა ასეთი ქალები სულ გჭირდება, იმიტომ რომ მახსოვს ბავშვობაში მე სკოლაში რო ვსწავლდი, მეგონა რომ ანა კალანდაძის გარდა ქალი ავტორი არ არსებობს. აი ესეთი მოცემულობა იყო 6 წლის რო ვიყავი და ამიტომ სულ საჭიროა, რომ ეს წარმატებული ქალების ახალი სიტყვა ჟღერდეს ამ ქვეყანაში.